გამარჯობათ მეგობრებო. ერთი ვიდეო მინდა ჩავწერო. სასიხარულო ამბავი, ყველა შემთხვევაში მე მიხაროდა, რომ საქართველოში დღეს ტარდება მხატვრული ერთ-ერთ სასტუმროში ტარდება მხატვრული დანის ფესტივალი თუ კონკურსი, არ ვიცი ახლა ზუსტად როგორ აქვია. $100 ღირს შესვლა. და მიხარი, როცა საქართველოში ეგეთი რაღაცები ხდება რა. და მივწერე რომ მეთქი მოვალ გავაშუქებ რამე აი მთელი ამბავი და პასუხი მივიღე რომ ექსკლუზია ხო ვიღაცასო რომ ეს ამბავი გააშუქოსო. ალბათ ჩვენ საზოგადოებას, ანუ თქვენ მე არ ავთვლიან იმ ხალხად, ვინც ამ დანებს ვიყიდით, იმიტომ რომ ძვირიანი დანებია. მარტო შესვლა ღირდა $100. შესვლა კი არა, გადაღებაც საერთოდ არა. $100-საც არ გადავიხდიდი მაგდენი არც ამ მაგრამ რა ვიცოდეთ რა, რომ ეგეთი რამე ტარდება. თან კონკურსი არის საერთაშორისო. მინდოდა უბრალოდ თქვენს გენახათ რა და იქ რაღაცა თუ ჩაკეტილი კლუბია და იქ ფულიანების კლუბია თუ რაღაცა. მეცმა თავად გზაზე გავომორჯოს, არ ვიცი, ბევრი გაყიდონ და ბევრი ფული იშორო, მაგრამ მე მაინც ამგონია რომ მარტო ფულზე არ არის რა ეს ამბავი რა. ალბათ ჩემთვის არ არის ყველა ვარიანტი რა და ნებისმიერი მედანია, მეხანჯლია თუ ცივი არა, ცხელი არაღის დამამზადებელია, თუ ჯიგარი არ უდევს იმაში, მარტო ფულზე არ აფიქრობს რა. თავისი აზრებია და ნამოქმედარია რა. ავი თქვენი აზრით დაწერეთ, ყველა ვარიანტი მინდოდა ეს ამბავი გამეზიარებინა თქვენთვის, რომ თან უცხოელებიც არიანო, ჩამოსულებიო, ისიც მინდოდა მენახებინა და მაგრამ ანუ არ გამოვიდა და არ გამოვიდა. ეს არის ოქტომბერში იქნება გამოფენა, და თან მეც უდანაც მედანე ვარ, რაღაცებს ვაკეთებ, პრეტენზია მაქვს. სპეციალისტ რაღაცა კი არა ვარ, მაგრამ რავია, მოკლედ თქვენი აზრი კომენტარებში დაწერეთ. კარგად გრძანდებოდეთ.